ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა საქართველოში ვიზიტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა. ალენ ბერსეს განცხადებით, მთავრობისგან საპროტესტო აქციებზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების გათავისუფლების და ასევე უცხოური გავლენის გამჭვალობის შესახებ კანონის შინაარსის შეცვლის დაპირება მიიღო. ამასთან ბერსეს თქმით, პოლარიზაცია ძირს უთხრის დემოკრატიულ პროცესებს და საქართველოში ყველა ძალა ვალდებულია ჩაერთოს დიალოგში. პრესკონფერენციის დასაწყისში ევროპის საბჭოს გემდივანმა განაცხადა, რომ საქართველოში არ ჩამოსულა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის. საქართველოსთვის კრიტიკული დროა საქართველოს სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით, პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით. მე აქ უპირველესად იმისთვის ვარ, რომ ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადოს საქართველოს და მის მოსახლეობას, განაცხადა ალენ ბერსმა. ასევე როგორც ბერსმა აღნიშნა, მან მიმართა სახელმწიფო უწყებებს არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან თავი შეიკავონ და სწრაფი გამოძიება უზრუნველყონ. მანნა დევაძე ესწრებოდა პრესკონფერენციას და დეტალებით ახლა ის ღია ეთერში შემოგვიერთდება, მანნა გისმენთ. ამ წუთებში ევროსაბჭოს გენერალური მდივანი პრეზიდენტ ხდება ალენ ბერსემ მანამდე მედიისთვის შემაჯამებელი პრესკონფერენცია გამართა და ვიზიტის შედეგებზე ისაუბრა. ევროსაბჭოს გენერალური მდივნის განმარტებით ის საქართველოში კრიტიკულ დროს არა არჩევნების ლეგიტიმაციისთვის, არამედ საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდასაჭერად იმყოფება. მისი თქმით, მან სახელმწიფო სტრუქტურებს მიმართა იმისთვის, რომ ძალის გადამეტებისგან თავი შეიკავონ, ასევე საქმეები ეფექტურად და სწრაფად გამოიძიონ და ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირები გათავისუფლდნენ. ბერსე მიიჩნევს, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალი არის დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ადამიანის უფლებების დაცვაში. ევროსაბჭოს გენერალური მდივანი მისი ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ შედეგად მიიჩნევს იმას, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის შინაარსი შეიცვლება და ამ მიზნით უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება. ამ სამუშაო ჯგუფში ევროსაბჭოს წარმომადგენლები, ვენეციის კომისიის ექსპერტები იქნებიან, თუმცა ქართული მხარიდან ვინ იქნება ამ ჯგუფში, ეს დეტალები უახლოეს პერიოდში იქნება ცნობილი. როგორც ალენ ბერსე აცხადებს, მოელის, რომ ეს სამუშაო ჯგუფი იქნება ინკლუზიური და შედეგს აუცილებლად დადებს. ასევე ცნობილი გახდა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოს შესაძლოა ეწვიოს ევროსაბჭოს წამების კომიტეტი და მიმდინარე კვირას უნდა გამოქვეყნდეს წამების კომიტეტის დელეგაციის ვიზიტის შედეგები და პირველადი დასკვნა. ეს დელეგაცია საქართველოში ნოემბერში იმყოფებოდა. ალენ ბერსე ამბობს, რომ პოლარიზაცია არის დემოკრატიის ძირის გამომთხრელი. ეს არის კრიტიკული დრო საქართველოსთვის. საქართველოს სავსეა პოლიტიკური დაძაბულობით და პოლარიზებული საჯარო დებატით, მაღალი დონის ძალადობით და მე აქ ვარ უპირატესად და უპირველესად იმისათვის, რომ მხარდაჭერა გამოუცხადო საქართველოს და საქართველოს მოქალაქეებს. ისინი იმსახურებენ სტაბილურ და დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრებას. მე აქ არ ვარ არჩევნების ლეგიტიმაციისთვის ჩამოსული. ეს არის სხვა კომპეტენტური ინსტიტუციების გასაკეთებელი და არსებობს ან დაიწერება დასკვნები, რომლებიც არჩევნების დაკვირვებას ეხება. ის რაც ხდება საქართველოში, მე როგორც გენერალურმა მდივანმა, ჩემი მხრიდან ძალიან დიდი უპასუხისმგებლობა იქნება, რომ აქ არ ვიყო. არ დავდგე ხალხის გვერდით და მთავარი ამოცანა ჩემი აქ ვიზიტის ყველას რომ შევახსენო არის ის, რომ მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი მხოლოდ შეიძლება იქნას გადაჭრილი, თუ დავიცავთ ფუნდამენტურ პრინციპებს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის. რიგი განგაშის სიგნალებისა იქნა გამოგზავნილი ჩვენს პლატფორმაზე, რომელიც ეხებოდა ჟურნალისტების წინაშე მომატებულ საფრთხეს, მათ დაცვის საჭიროებას და ასევე ვნახეთ, რომ იყო ბრუტალური თავდასხმები მედია პროფესიონალების წინააღმდეგ. მე მივმართე სახელმწიფო უწყებებს, რომ პირველ რიგში თავი შეეკავებინათ არაპროპორციული ძალის გამოყენებისგან. მეორე, სწრაფად განეხორციელებინათ დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ეფექტური გამოძიება, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო ყველა შესაბამისი პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება და მესამე გაეთავისუფლებინათ ყველა, ვინც ადმინისტრაციული წესით არის დაკავებული. მე მივიღე გარკვეული დაპირებები ამასთან დაკავშირებით. მე გამოვხატე ჩემი შეშფოთება იმ კანონმდებლობის შესახებ, რომელიც აუარესებს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და ფიზიკური პირების უფლებებს. ეს კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს, რომ სრულიად მოვიდეს შესაბამისობაში ევროპულ სტანდარტებთან, როგორც ეს არის გაწერილი ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში და როგორც ამას გვეუბნება ვენეციის კომისია. მე მივესალმები და გეტყვით, რომ მთავრობამ გასცა დაპირება
განაპირობა იმის თაობაზე, რომ შეცვლიდა უცხოური გავლენის შესახებ კანონის შინაარსს. შეიქმნება სამუშაო ჯგუფი საქართველოსა და ევროპის საბჭოს წარმომადგენლების მხრიდან. მათ შორის ვენეციის კომისია იქნება ჩართული და მოხდება იდენტიფიცირება იმ ცვლილებების, რომელიც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობაში. შექმნილ ვითარებაში და პოლარიზაციის ფონზე ევროსაბჭოს გენერალური მდივანი დიალოგის მნიშვნელობაზე საუბრობს და მზად არის ამ საკითხში ევროსაბჭომ საკუთარი წვლილი შეიტანოს, როგორც ალენ ბერსე აცხადებს, დიალოგი დიალოგისთვის არ უნდა იყოს და ამისთვის წინაპირობები უნდა შეიქმნას და მხარეებს შორის ნდობა აუცილებლად უნდა იყოს. ასევე ამბობს, რომ ამ დიალოგის პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა მხარე და შედეგის მიღწევა მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი. არ გჭირდება პირობები, არც წინაპირობები იმისათვის, რომ შედგეს კარგი დიალოგი. გჭირდება ნდობა მხარეებს შორის და უნდა შეიქმნას ეს ნდობა. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება შედგეს დიალოგი. ამასთან დაკავშირებით რა შეგვიძლია გავაკეთოთ? მთავარი პასუხი თვითონ ქვეყნისგან უნდა წამოვიდეს. ყველა მხარემ უნდა შეძლოთ შესაბამისი პირობების შექმნა. ჩვენის მხრივ რისი გაკეთება შეგვიძლია? მე აქ სამოქმედო გეგმა ვახსენე, რომელიც გვაქვს საქართველოსთვის. ეს სამოქმედო გეგმა ახლახანს იქნა დამტკიცებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ. ეს დაგვეხმარება, რომ თქვენ დახმარება გაგიწიოთ საქართველოს გვერდით ვიდგეთ 2024-დან 2027 წლამდე პერიოდში. მე მგონი ეს ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია და ამ კონტექსტში უნდა იყოს მნიშვნელოვანი გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ღონისძიებების გატარება ყველა აქტორის დასახმარებლად, მაგრამ ამის ნება უნდა გქონდეთ თქვენ, რომ ეს წინაპირობები თქვენ შექმნათ ქვეყანაში. სხვაგვარად გარედან დიალოგის თავსმოხვევა შეუძლებელია. ეს ასეა. ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრის საკითხზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ქვეყანაში გავლენიანი ადამიანი და მისი ინიციატივით, კონკრეტულად ალენ ბერსეს ინიციატივით შედგა ეს შეხვედრა და ამ შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, რომ საქართველოს ადგილი არის ევროპაში და ყველა მხარეს აქვს თავისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა საუბარი შეეხო დემოკრატიას, კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მოწყობები, ორგანიზაციები, პოლიტიკურ პარტიას შიდა სტრუქტურა აქვს, თავმჯდომარე ყავს. თუმცა საბოლოო ჯამში აუცილებლად უნდა შევხვდე ყველას, ვისაც რაიმე სათქმელი აქვს. უნდა შევხვდე ყველას, ვისაც გავლენა აქვს. რა თქმა უნდა, უდავოდ ბიძინა ივანიშვილს აქვს გავლენა ქვეყანაში, ხომ? და ამიტომაც მნიშვნელოვანი იყო იმის მიუხედავად შეფასდება თუ არა მისი როლი, ტიტული და ასე შემდეგ. მე არ უსვამდი ამ შეკითხვებს ჩემს თავს. ასევე შედგა ბატონ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის კომუნიკაცია. ეს ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაცია იყო. ამიტომ რადგანაც მე აქ ვიყავი, ჩავთვალე მნიშვნელოვანი იქნებოდა ყველა მხარესთან კომუნიკაცია, მათ შორის ბიძინა ივანიშვილთანაც. ეს ყველაფერი ძალიან პრაგმატულია. თუ შენ გინდა რომ წინ გადადგა ნაბიჯები, განსაკუთრებით ქვეყნისთვის ძალიან მძიმე ვითარებაში, ასეთი კლიმატის პირობებში, როცა ეს ყველაფერი სავსეა ძალადობით, დემონსტრაციებით, ძალიან მნიშვნელოვანია დაელაპარაკო ყველას და არ იყო ჩაციკლული ტიტულებზე, წოდებებზე და იმაზე, ვინ რა პოზიციაზეა. ის სატელეფონო ზარი ყველასთვის ცნობილია მაკრონსა და ივანიშვილს შორის. ახლა ჩემი ვიზიტიც ძალიან მნიშვნელოვან დროს მოხდა და შევხვდი ყველა აქტორს, ვისაც შეიძლებოდა რომ შევხვედროდი ამ 3 დღის განმავლობაში. ალენ ბერსე საქართველოში 17 დეკემბერს ჩამოვიდა და ოფიციალური შეხვედრები დაიწყო 18 დეკემბრიდან ის შეხვდა პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს, ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილს, ასევე ბარიერ გადალახულ ოპოზიციის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორს, ომბუდსმენს ერთი სიტყვით ყველა მხარეს შეხვდა და ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ყველა აქტორისგან მიიღო. ალენ ბერსეს საქართველოს ხმალდატოვებს. გმადლობთ მაინა დევაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში.